ნიკო უილიამსის და ბარსელონას საგა დასრულებულია. აბა ბიჭო, საგა არა ისა, გამოცანები და შაირები კიდე. რაპორტა შენი სახეო ტელევიზორში, ნახეო ხელში გეჭირა, ბატკანი ხობეზე. აი ფეხბურთელმა თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2035 წლამდე გააგრძელაო და ჩვენ ამის გვჯერა. ანუ იმის გვჯერა, რომ ეს ფეხბურთელი ამ კლუბში 2035 წლამდე გაჩერდება. აბა რა პროფესორო, რა თქმა უნდა. ერთი მამარდაშვილი გაჩერდა ვალენსიაში 2027 წლამდე და მეორე ეს ატლეტიკო ბილბაოში 2035 წლამდე. ჟორჟი ახლაც იქ არის 2028 წლამდე. იქ არის ხო? დასრულდა ეს საგაც დასრულებულია. ვარაცხელია ვერ შორდება ამ ნაპოლის და ზის იქ ლაურენტისთან და მიერთმევს პიცას. ამ ფეხბურთელის აგენტმა ხვიჩასთვის ნორმალური კლუბი ვერ მოძებნა ისეთი, რომ ფეხბურთელმა რაღაცა ისეთი ტიტულები მოიგოს განსაკუთრებული, რაც ევროპაში არსებობს. შენ აგენტი ხარ? ასეთი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე გუნდში ვერ მოახვედრე. აბა ბიჭო. მბაპე წელს გადადის მადრიდის რეალში. იქამდე რა ვიცი, არა. შეაბერდა პარი სენ-ჟერმენს. შენ ამბობ, რომ საგა დასრულებულია და ნიკო უილიამსი ატლეტიკო ბილბაოში 2035 წლამდე დარჩება? პროფესორო, მე შენთვის შევინახავ ამ ფოტოს არქივში. მაღალი ალბათობით არის მოხდა, რომ ბარსელონას ახლა ფინანსური პრობლემები მაინც და მაინც დალაგებული არ აქვს. ფეხბურთელს ვერ შესთავაზეს საინტერესო წინადადება და დროებით გადადო ეს საქმე. და აზრი აქვს ახლა ფეხბურთელს 2026 წლამდე იქნება კონტრაქტი გაფორმებული თუ 35-მდე, აი მითხარი უბრალოდ. შენ არ გაგიგია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფეხბურთელმა კლუბი დატოვა? გამოუშვი, დაცხე კომენტარი. მეტის ხავრებისთვის კი გააზიარე ვიდეო და გამოიწერე გვერდი.